საპატრიარქოში სინოდის ხდომა იწყება. დღეს გახდება ცნობილი, ვინ იქნება პატრიარქობის 3 კანდიდატი. საეკლესიო წრეებში რამდენიმე პრეტენდენტი სახელდება, საბოლოო სია კი იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ სინოდი ხმათა უმრავლესობით 70 წელზე მეტ ასაკს არ მიიჩნევს მართვა-გამგეობის დებულების დარღვევად. ამ შემთხვევაში კანდიდატობის შანსი სხვებსაც ექნებათ. დღესვე უნდა დასახელდეს სამებაში დაგეგმილი გაფართოებული კრების თარიღი, სწორედ ამ ფორმატში უნდა აირჩიონ მღვდელმთავრებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მმართველი. ნუცა ბახუტაშვილი მუშაობს საპატრიარქოსთან, რომელიც ფორმულას პირდაპირ ეთერს უერთდება. დიახუკა, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე, ასეთი არის შეფასებები მაღალი სასულიერო იერარქების მხრიდან დღევანდელ სინოდის ხდომასთან დაკავშირებით. ხდომა ზუსტად 12 საათზე არის ჩანიშნული, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ჯერჯერობით არ იწყება ხდომა და რამდენიმე წუთში, როდესაც ყველა მღვდელმთავარი უკვე საქართველოს საპატრიარქოს შენობაში შეიკრიბება, დაიწყება წმინდა სინოდის ხდომა, სადაც მღვდელმთავრებმა უნდა იმსჯელონ იმ 3 კანდიდატზე, რომელთა ერთ-ერთი იქნება პატრიარქი, საქართველოს კათოლიკოს 152 პატრიარქი უნდა აირჩიონ მღვდელმთავრებმა. დღეს კი 3 კანდიდატი უნდა დაასახელონ. ამისათვის ჩვენ ვესაუბრეთ მაღალი სასულიერო იერარქების ნაწილს, რომლებმაც მედიასთან კომენტარი მოისურვეს. ნაწილმა მათგანმა ისე დატოვა გარე პერიმეტრი, რომ კომენტარი არ გააკეთა. ყველაერიდება კანდიდატის დასახელებას, თუმცა მიანიშნებენ იმაზე, რომ მათ თავიანთი რჩეულები ჰყავთ. არაერთი კანდიდატი დასახელდა ამ დღეების განმავლობაში და არაერთ მათგანთან დაკავშირებით იყო მსჯელობა, თუმცა ღიად კანდიდატებს არ ასახელებენ, იქიდან გამომდინარე, რომ კენჭისყრაც დღევანდელ დღეს უნდა იყოს ფარული და სწორედ ფარულობის წესის დაცვით უნდა დაასახელონ მათთვის სასურველი კანდიდატები. როგორც უკვე გითხარით, ასეთი კანდიდატი უნდა იყოს 3, რომელთაგან ერთ-ერთი შემდგომ უკვე 17 მაისამდე გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე უნდა გამოარჩიონ მღვდელმთავრებმა. გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე 2000-მდე სასულიერო პირი და საერო პირიც ასევე მიიღებს მონაწილეობას, სადაც მათ თავიანთი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა ექნება, თუმცა არჩევანის უფლება აქვთ მხოლოდ მღვდელმთავრებს. ასეთი არის სინოდის 39 წევრი. საბოლოოდ არჩევანი სწორედ მათ უნდა შეაჩერონ. ჩვენ მოვისმინეთ არაერთგვაროვანი კომენტარები მეუფეების მხრიდან, მათთვის დღევანდელი დღე საკმაოდ მძიმეც არის. ისინი ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ეს არის არჩევანი ძმათა შორის და ზოგიერთ მათგანზე, მაგალითად პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოზე მიანიშნებენ იმასაც, რომ მის მიმართ მეუფეების მხარდაჭერა იქნება შთამბეჭდავით. ასევე ჩვენ კითხვები დავუსვით სასულიერო პირებს იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება შეჯერება კრიტერიუმებზე. ეს კრიტერიუმები წინა სინოდის ხდომაზე, როდესაც კომისიები შედგა და ამაზე იმსჯელეს სასულიერო პირებმა, ღიად დარჩა და განსახილველად დღევანდელი ხდომისათვის. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი არის ასაკობრივი შეზღუდვა, 40 წელს მიღწეული და 70 წლამდე პირი უნდა იყოს ერთ-ერთი, რომელსაც შეიძლება კანდიდატად მონაწილეობა მიიღოს საპატრიარქო არჩევნებში და საუბარი იყო მაგალითად მეუფე დანიელზე, რომელიც 70 წლის უკვე არის. მეუფეთა ნაწილი ამბობს, რომ მან უნდა მიიღოს მონაწილეობა მიუხედავად ამ შეზღუდვისა, რომელიც დადგენილი არის მართვა-გამგეობის მოქმედი დებულების მიხედვით. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ რა კომენტარები გააკეთდა სინოდის ხდომის დაწყებამდე და რას ამბობენ სასულიერო პირები, მაღალი სასულიერო იერარქები, რომლებმაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გააკეთონ და როგორც თავად ამბობენ, საფუძველი უნდა ჩაუყარონ მართლმადიდებლური ქართული ეკლესიის ისტორიაში ახალი ეტაპის დასაწყისს. გაზვერვამ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ სოფლიო პატრიარქი ცდილობს გავლენის მოხდენას და ის ლობირებს. ალბათ ვისაც რა ესიზმება, იმას ფიქრობს. ალბათ ვისაც რა ესიზმება, იმას ფიქრობს. თავისი ზურებს ლაპარაკობს ხირულე მეუფე ანტონ. გააკეთეთ არჩევანი. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც აფიქსირებთ არჩევანს? მომისმინეთ, მე ახლადაც ისეთ მღელვარებაში ვარ. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი. აი, როცა ძმათა შორის, ყველას აქვს რაღაცა ისეთი თვისება, რომელიც არის დადებითი და აი, როგორც რა წარმოიდგინე დღეს იცი?
ჟიურისთვის როგორაც არის, როდესაც უყურებს ორი საუკეთესო ადამიანს და ახლა ხვდები რა ძნელია მისთვის არჩევანის გაკეთება. ჩემი პოზიცია ის იყო, რომ ეს ზღვარი შეიძლება გეგმით მოიხსნას, იმიტომ რომ ამის ხელშემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს. ვინ ვის დაუჭერს გამნიშნულობა, ვინ იქნება კანდიდატი? მეუფეო, თქვენთვის ასურველი კანდიდატი ვინ არის? თქვენ ვის დაასახელებთ? ეხლა არავისაც არ ვასახელებ. მეუფე დანიელს უსრულდება 71 წელი, უკვე ის არის 70 წლის. რა თქმა უნდა, დღეს საბოლოოდ წინასინოძე იყო ამაზე საუბარი და საბოლოოდ დღეს გაეცემა პასუხი. თქვენ დამოკიდებულება როგორია? თუ კი დააყენებენ მის კანდიდატურას, აი ამ დებულების მე პირადად ჩემი დამოკიდებულება, გეტყვით პირადად ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ მხოლოდ ჩემი დამოკიდებულება არ არის საკმარისი, სინოდის წევრები უნდა შეჯერდნენ ამ თემასთან დაკავშირებით. მე პირადად ვფიქრობ, რომ მას აქვს უფლება, რომ მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. გარე ძალების ჩარევასთან დაკავშირებით ჩვენ ვიხილეთ მაგალითად რუსეთის სადროო სამსახურის განცხადება. არის ინტერესი საკმაოდ მაღალი, როგორც შიდა, ასევე შეიძლება გარე ძალების მხრიდან. აი ამ ეტაპისთვის რა შეგვიძლია ვთქვათ, როგორ მიმდინარეობს სინოდის ხდომები, რაიმე ფორმით ეწოლა გავლენა ხომ არ გიგრძნიათ თქვენ? რა თქმა უნდა, მე არანაირი ზეწოლა და გავლენა არ მიგრძნია, სხვების მაგივრად მე პასუხს ვერ გაგცემთ. ესევე ინტერესი რა თქმა უნდა ყველასია. ინტერესი არის, რადგან ვირჩევთ მომავალ პატრიარქს, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა უხელმძღვანელოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი არის როგორც სასულიერო, ისე საერო ცხოვრებაში საქართველოს და ქართული მართლმადიდებელი ეკლესია რიგით 142 კათოლიკოს პატრიარქის ასარჩევად ემზადება ამ წუთებში 39 მღვდელმთავარი საქართველოს საპატრიარქოს შენობაში წმინდა სინოდის ხდომაზეა მათ ფარული კენჭისყრით უნდა დაასახელონ 3 კანდიდატი, რომელთაგან მხოლოდ ერთი შეიმოსება პატრიარქის შესამოსელით.